პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველა სიტყვა არ კურნავს. რატომ ვამბობ ამას? კურნავს ის სიტყვა მხოლოდ, რომელიც ადამიანს საკუთარ სიმართლესთან აყენებს. იმ ნაწილთან, რომელთანაც მე არ მინდა მქონდეს შეხება. და ეს არ ხდება არასდროს სტრუქტურირებულად. ანუ გააზრებულად. დავждები, ვიფიქრებ და მივალ ამ გადაწყვეტილებამდე არ ხდება. ეს ყოველთვის ხდება სპონტანურად და ყოველთვის ხდება ასოციაციების საშუალებით. როგორც ფროიდი ამბობდა თავის დროზე, რომ ფსიქოანალიზი რა არის? სიტყვით მკურნალობის პროცესი არის. ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია და ზოგადად ფსიქოთერაპია არ არის მხოლოდ საუბარი, ესე ვთქვათ. ეს სიტყვები არის რაღაც ერთგვარი აქტი, რომელსაც ახორციელებს ადამიანი თერაპიულ გარემოში. და ძირითადად ამ დროს ადამიანი საუბრობს იმ ნააზრებს, ნაფიქრავს თუ იმ პროცესებს, რომელსაც გაურბის ხმამაღლა იმ გარემოში, სადაც მას უსმენენ. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ თერაპიული პროცესის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხმა, რომელსაც ადამიანი გამოსცემს, ერთი და მეორე ის სიჩუმე, რომელსაც ადამიანი ვერ გამოსცემს, იმ სადაც იქ სიტყვა იკარგებს, სადაც ენა კარგავს თავის ფუნქციას. რადგან როგორც კი ენა კარგავს თავის ფუნქციას და არ ხდება სიმბოლიზაცია სიტყვაში, ის ყოველთვის როგორც ქეთიმა ნიშნა ისახება სხეულში და სხვადასხვა სიმპტომური ნაწილით. გაურკვეველი, ხშირ შემთხვევაში არადიაგნოსტირებული, მაგრამ მწვავე პროცესით. მანამ სანამ ის არ გარდაიქმნება სიტყვაში და არ მოხდება მისი სიმბოლიზაცია.